მოგესალმებით, BMG წარმოგიდგენთ ყოველკვირველ გადაცემა რედაქტორს, რომელსაც დღეს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გავუძღვები. დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე. ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს სურსათთან პირდაპირ შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირებას 2026 წლის 1 იანვრიდან იწყებს. პირველ ეტაპზე 6 დასახელების პროდუქტის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი აიკრძალება. რეგულაცია არა მხოლოდ წარმოებლებს და იმპორტიორებს, არამედ საზოგადოებრივი კვების ობიექტებსაც შეეხება, რომლებიც პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი ჭურჭლით ახდენენ მზა-სურსათის მომხმარებლისთვის მიწოდებას. პლასტიკის საგნების მოხმარების რეგულირების მიზანი გარემოს დაცვის საკითხებთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612.5 მილიონ ერთეულ ჯამში 6000-მდე ტონა პლასტიკის ერთჯერადი გამოყენების ჭურჭელს მოიხმარს. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რამდენად მზად არის ბაზარი მსგავსი შეზღუდვებისთვის და რა ალტერნატიული საშუალებები არსებობს პლასტიკის ნაწარმის ჩასანაცვლებლად. სანამ სტუმართანაც დავსვავთ ამ კითხვას, მანამდე სიუჟეტი მინდა რომ ნახოთ, სადაც კერძო სექტორის ხმასაც მოვისმენთ. გარემოს დაცვის სამინისტროს სურსათთან პირდაპირ შეხებაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირებას 2026 წლის 1 იანვრიდან იწყებს. როგორც სამინისტროში განგვიცხადეს, მიღებული გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე 6 დასახელების პროდუქტის წარმოება, ბაზარზე განთავსება და იმპორტი აიკრძალება. საუბარია დანაზე, ჩანგალზე, კოვზე, ჩხირებზე, თეფშებზე, საწრუპებსა და სასმელის მოსარევ ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებზე. უწყების განმარტებით რეგულაცია არა მხოლოდ მწარმოებლებს და იმპორტიორებს, არამედ საზოგადოებრივი კვების ობიექტებსაც შეეხება, რომლებიც პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების და ჭიქების საშუალებით ახდენენ მზა-სურსათის მომხმარებლებისთვის მიწოდებას. გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ ავკრძალოთ ის პლასტიკის კონკრეტული პროდუქცია, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ სურსათის და კვების დროს და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ. ჩვენ მქონდა დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, რომელმაც საშუალება მოგცვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად შევთანხმებულიყავით იმ ძირეულ საკითხებზე, რომელიც შეეხება მომდევნო წლიდან გარკვეული ტიპის პლასტიკის პროდუქციის ბაზარზე განთავსების, იმპორტის აკრძალვას და ასევე გამოყენების აკრძალვას. ბიზნესი ამბობს, რომ ასეთ მოკლე დროში ბაზრის გადაწყობა შეუძლებელია. ლანჩ გრუპის დამფუძნებლის თქმით, კერძო სექტორს სავარაუდოდ 3 თვე ექნება იმისთვის, რომ ნაშთების რეალიზაცია მოახდინონ, თუმცა ესეც არასაკმარისი დროა. გარდა ამისა, სამინისტროს მხრიდან შეთავაზებულია, რომ პლასტიკი ხის ან ქაღალდის მასალით ჩანაცვლდეს, რაც 5-ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე პლასტიკი, რაც ბიზნესის მხრიდან დროსთან ერთად საკმაოდ სოლიდურ ინვესტიციებს მოითხოვს. მინიმუმ 6 და 9 თვე ჭირდება, რომ არსებული ნაშთი გაიწოვოს. მაგრამ ჩანაცვლება პლასმასის ხით ან ქაღალდით ძალიან გაჭირდება, ძალიან გართულდება, დამატებითი ინვესტიციები იქნება მოსაძიებელი. ხალხს ხრი, რომელიც აწარმოებდა პლასმასის პროდუქციას და აქვს სესხები გაკეთებული, ჩათვალე, რომ მთლიანად უნდა გადააიარაღოს თავისი დანადგარები, ესე გამოდის, ხო? ამას წინებზე დამირეკა ერთ-ერთმა მწარმოებელმა, ზუსტად იმ გაფართოებული პოლისტიროლის მწარმოებელმა და მეუბნება, მე მაქვს დანადგარები სესხით ნაყიდი. რას ვაპირებ, რა უნდა ვქნა? ვეუბნები, ეს უკვე არ ვიცი ამისი ჩანაცვლება როგორ მოხდება. მართლა ვერ ხვდები ესე ერთი ხელის მოსმით რომ ყოფდა იანვარში აკრძალო, რაღაცა არ გამოგვივა შეთანხმება, ამას კიდე მოყვება მე ვთვლი დისკუსია და კიდე დაგჭირდება შეხვედრა, იმიტომ რომ არათანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდით ძალიან ბევრი ბიზნესის წარმომადგენელი. ერთ-ერთი ბიზნესმენი ვერ შეძლებს 2 თვეში და გინდათ 4 თვეში გადაეწყოს სულ ფასოვნად. აქ საუბარი არის მილიონობით ნაშთებზე და მილიონობით ესე იგი ნახევრად მზა პროდუქტს. ხა 1 წლის შემდეგ თქვა აკრძალვა დაიწყოს. ეს არის ყველაზე რეალური. როგორც სამინისტროში ამბობენ და ბიზნესიც ადასტურებს, ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, რა დროში შეეხება რეგულაცია ეგრეთ წოდებულ ლანჩ ბოქსებსა და კონტეინერებს და ერთჯერადი გამოყენების ჭიქებს. არსებული ინფორმაციით, პროდუქცია, რომელიც რეგულაციის ამოქმედებამდეა შეკვეთილი და იანვრის შემდეგ შემოვა ქვეყანაში, დადგენილ ვადებში რეალიზაციის აკრძალვა არ შეეხება.
რეგულაცია ასევე არ შეეხება პლასტიკის ნაწარმის წარმოებას თუ ის ექსპორტისთვის იქნება განკუთვნილი. კომპანია პოლივიმის კომერციულ მენეჯერს დაანონსებული ცვლილებების მიზანი ესმის, თუმცა თვლის, რომ ნარჩენების რეციკლირებისა და გადამუშავების გარეშე მხოლოდ ერთი მიმართულებით შეზღუდვების დაწესება საერთო შედეგს ვერ მოემსახურება. მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ტიპის ნარჩენების ან შესაფუთი მასალების აკრძალვა, მხოლოდ ესე ცალსახად შედეგს მაინც არ მოგცემს, იმიტომ რომც აიკრძალოს კონკრეტული ტიპის შესაფუთი მასალების წარმოება, ჩვენ მაინც ძალიან ბევრი ნარჩენი დაგვრჩება ბუნებაში, ნაგავს აყრელებზე და ასე შემდგომ. ანუ ესე ცალკე ერთი ზომა მიღებული საერთო შედეგს დიდად არ შეცვლის. ცნობილია, მიღებულია ეს სამკუთხედის პრინციპი, რასაც ქვია შემცირება, ხელმეორედ გამოყენება და გადამუშავება, რეციკლირება, ანუ ეს თალიანად საერთო ჭრილში უნდა იყოს განხილული. რეციკლირება და გადამუშავება აი ამ ნარჩენების და აი ამ დამაბინძურებლების შემცირების ჭრილში არის ერთ-ერთი აუცილებელი და განუყოფელი აქტივობა. საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებით ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612.5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანაშ ჩანგალს, ყოფს, ეგრეთ წოდებულ საწრუფს, თეფშ და სასმელის მოსარევს მოიხმარს, რაც ჯამურად 6,000-მდე ტონა პლასტიკს შეადგენს. ბიზნეს ჯერ კიდევ ბევრი კითხვები აქვს, მათ შორის ხომ არ გაიზიარებს ეს რეგულაციაც იმავე ბედს, როგორც ეს პოლიეთილენის პარკების გამოყენებასა და იმპორტის აკრძალვის შემთხვევაში მოხდა. ფაქტია, რეგულაციის ამოქმედებიდან 5 წლის თავზეც ბაზარი სათანადოდ ვერ კონტროლდება და კანონის აღსრულების პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოების დიდმა ნაწილმა ტექნიკურ გადაიარაღებაში სოლიდური ინვესტიციები ჩადო და ბიოშეფუთვებზე გადავიდა, ბაზარზე ისევ ხვდება არაბიოდეგრადირებადი პარკები, არასათანადო კონტროლის გამო კი ბიზნესის ნაწილი იძულებული გახდა ბიოშეფუთვების წარმოებისთვის თავი დაენებებინა. რამდენად შესაძლებელია ასეთ პირობებში ბიზნესის სწორად დაგეგმვა და გარკვეული გათვლების გაკეთება, რატომ ვერ სრულდება ამ შემთხვევაში კანონი, რამდენად სწორი და გამართლებულია აკრძალვების გზით წასვლა, ამის რა მაგალითები არსებობს განვითარებულ ქვეყნებში და ზოგადად როგორია ქვეყნის ნარჩენების მართვის პოლიტიკა. თემაზე სასაუბროთ სტუდიაში კომპანია აპლასტის იურისტი მელიტა ტყაბლაძე მოვიწვიეთ. აპლასტი ეს არის ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, მისი ძირითად მიმართულებას პოლიეთილენის და პოლიპროპილენის გადამუშავება წარმოადგენს და დღესდღეობით პროდუქტების ფართო ასორტიმენტი აქვს, მათ შორის ბიოდეგრადირებადი პარკები, პოლიეთილენის პროდუქტები და ასე შემდეგ. გარდა საქართველოსი აპლასტის საექსპორტო ბაზრებზეც ოპერირებს, მელიტა უკვე შემოგვერთდა სტუდიაში. მოგესალმებით, პირველ რიგში უღმესი მადლობა თქვენი დროისთვის. მელიტა, რადგან ახალი თემაა, თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო სწორედ პლასტიკის რეგულირების საკითხზე. არაერთი შეხვედრა შედგა ბოლო თვენახევარი 2 თვის განმავლობაში ბიზნესთან და ის რაც ამ მოცემულობით ვიცით არის ის, რომ გარკვეული დასახელების პირველად უბრალოდ ერთჯერადი მოხმარების პლასტიკის პროდუქტები აიკრძალება 1 იანვრიდან. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ შეფასება აი ესეთ მოკლე დროში, რამდენად შესაძლებელია ბაზრის გადაწყობა, თქვენ უშუალოდ თქვენს კომპანიას და ბიზნესის რეგულაცია პირდაპირ არ გეხებათ, თუმცა რადგან ამ მიმართულებით თქვენ მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ, ალბათ უფრო კვალიფიციურ ანალიზს შემოგთავაზებთ, სხვა ქვეყნებმა რა გზა გაიარეს, როცა მსგავსი რეგულირების საკითხებზე იყო საუბარი. პირველ რიგში რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს ბიზნესზე და რა არის, ასე ვთქვათ, ის ოპტიმალური პერიოდი, როცა რაც შეიძლება დასჭირდეს ჩვენ ქვეყანას ამ რეგულაციაზე მოსარგებად. მოგესალმებით. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ პოლიეთილენი და პოლიპროპილენი აი ეს ბოლო წლებია, შეიძლება ითქვას 10 წლეულებია, რომ სოფლიო მასშტაბით გარემოს დაცვით ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. თუკი ეს წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ იყო ეკონომიკური პროგრესი და მიღწევა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის გამოყენების სფერო ძალიან ფართოა. დღეს მას მოიხსენიებთ როგორც ეკომტერი, ხო? მას უპირისპირდებიან როგორც გარემოს დაცვითი ორგანიზაციები, ამავდროულად, რა თქმა უნდა, უარყოფითი დამოკიდებულება მოსახლეობის, ამაში ჩართულია წინააღმდეგობაში მოდის ამასთან მიმართებაში სახელმწიფოს, 1000 რეგულაციებია და ასე შემდგომ. მაგრამ
ეკომტერი, რომელსაც მას უწოდებენ, მე არ შემიძლია ვთქვა და არ გავიზიარო ნაწილობრივ ეს ტერმინი, იმიტომ რომ ეს მართლაც პრობლემაა დღეს გარემოსთვის, მაგრამ არ შეიძლება ამავდროულად არ ვილაპარაკოთ მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ერთად. და ამის შემდგომ გავაკეთოთ ანალიზი, რომელია უპრიანი, მისაღები, ესე რომ ვთქვათ, ნაკლებ ზიანს მოუტანს ეს ჩვენ სახელმწიფოს, ხო? რაც შეეხება, რა არის ხო ეხა პოლიეთილენი, რისგან იწარმოება ის და ანდ თუნდაც გავავლოთ პარალელი ბიოპროდუქციასა და პოლიეთილენის პროდუქტს შორის, ხომ? რისგან ვღებულობთ ამ ბიოპროდუქტს? ამას ვღებულობთ ბამბა, ეს გახლავთ სახამებელი, ეს გახლავთ ფისი, ეს გახლავთ ქაღალდი და ბუნებაში, სოფლიოში არ მოიპოვება ამდენი ბუნებრივი ნედლეული, რითაც მთლიანად მოვახდენთ ჩვენ იმ პროდუქციის ჩანაცვლებას, რითაც ჩვენ დღეს ვაწარმოებთ პოლიეთილენით ვაწარმოებთ ამ პროდუქციას, ხო? ჩვენ ნუ ჩავთვლით, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მაკონტროლებელი სისუსტე ან სახელმწიფოებრივი სისუსტე გამოიხატება ამაში. არა, ეს არის გლობალურად, ესე რომ ვთქვათ, მასშტაბური საკითხი, რომლის სრულად აკრძალვა დღეს ვერცერთმა სახელმწიფომ ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. იმიტომ რომ მასთან არის დაკავშირებული, ეს არ არის დაუშვათ მარტო ვაწარმოოთ პოლიეთილენის პარკი, ერთჯერადი ჭურჭელი და ასე შემდგომ. ის წარმოების ძალიან ბევრ სფეროში, მისი გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა, მასშტაბები დიდი აქვს. გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ აი განვითარებული ქვეყნების მაგალითზე, რომ ის ნახეთ როგორ არის, ჩვენ ხომ არა ვართ მწარმოებლები არც დაუშვათ პოლიეთილენი, რისგანაც ვღებულობთ დღეს ეს პარკი იქნება, ბოთლი იქნება, ერთჯერადი ჭურჭელი იქნება თუ ასე შემდგომ, ხო? ამავდროულად ჩვენ არა ვართ მწარმოებლები იმ ბიოპროდუქციის, იმ ბიონედლეულის, რომელიც საჭიროებს, რათა ალტერნატიული პროდუქცია ვაწარმოოთ, ბიოპროდუქტი ვაწარმოოთ, ხო? ეს მოითხოვს, აი ჩვენ გქონდა ესეთი ვისაუბრეთ ამ საკითხზე და აღმოჩნდა რომ ბიოპროდუქცია, რომელთაც უნდა ვაწარმოოთ ეს ბიოპროდუქტი, მოითხოვს ჰექტრობით მიწებს, სადაც უნდა განთავსდეს ეს მარცვლეული კულტურა, უნდა მოხდეს ამ ნიადაგის გაჯერება სასუქებით, შემდგომ უნდა მოხდეს მისი მორწყვა, რაც ორჯერ და მეტჯერ მოხმარებით წყალს მოითხოვს. ორჯერ და სამჯერ მეტი ელექტროენერგია, მისი გადაადგილება საკმაოდ მძიმეა და შემდგომ გადატანა შესაბამის, ესე რომ ვთქვათ, წარმოებებში, რათა მისი წარმოებაში ჩაშვება მოხდეს. ანუ ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული და არც თუ ისე კარგ ეკო გარემოს ქმნის მაინც. მაგრამ ნუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვათ ვაძაგოთ ბიოპროდუქცია და უპირატესობა მივიანიჭოთ პოლიეთილენს, ამის უფლებას თავს ნამდვილად არ მიცემ, ის არის, რა თქმა უნდა, ერთგვარი გამოწვევა და პრობლემა, მაგრამ ნუ შევხედავთ ამ საკითხს ესე. მოდით განვიხილოთ პოლიეთილენის თემა როგორც რესურსი. თუ კი მოხდება აი რეციკლირება აი ამ პროდუქციის, კიდე თავიღოთ ბოთლი, მრავალჯერადი მისი გადამუშავება, პარკი, რომელიც შეიძლება რამოდენიმეჯერ გადამუშავდეს და ის ჩაეშვა სხვა ტიპის, ესე რომ ვთქვათ, პროდუქციის წარმოებისთვის და აი ამ მეორეჯერ და მესამეჯერ გადამუშავებულ პოლიეთილენს გავხდით როგორც რესურს, ეს უკვე იცი როგორია, კეთილგანწყობას ქმნის, კეთილგანწყობილ გარემოს ქმნის და არ უჩნდება პროტესტის გრძნობა არც დავუშვათ იმ გარემოს დაცვით შესაბამის სტრუქტურებს, არც მოსახლეობას, როცა ის უყურებს, როცა მან იცის გამჭირვალეთ, რომ მის მიერ განთავსებული ურნაში განთავსებული ეს ბოთლი იქნება თუ პარკი იქნება, ხელახლა გადამუშავდება და ის წარმოებაში ჩაეშრება და უკვე სხვა სახის პროდუქციის სახით მოევლინება, ანუ მას ეს განცდა აღარ უჩნდება, ხვდები? ეს გაიარა ძალიან ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ. აი მაგალითად ეხა გამახსენდა ნორვეგიამ 90%-ით აკრძალა პლასმასის ბოთლის, ესე რომ ვთქვათ, წარმოებაც, მისი გამოყენებაც და ასე შემდგომ. გავიდა რამოდენიმე წელიწადი და მისი 90% უკან დაბრუნება მოხდა. რატომ?
დაიწყეს რეციკლირება. ეს თემა წამოვიდა წინა პლანზე, სპეციალური დააყენეს ესე რომ ვთქვათ ბოქსები, სადაც ანუ განათავსებ, სანაცვლოდ თანხასაც იხდის სახელმწიფო ამაში. ამიტომ ეს ყველაზე მომგებიანი, ასე რომ ვთქვათ, გარდამავალი ეტაპი იყო იმ დაუშვათ სრულ ბიო წარმოებებზე გადასვლაზე, ხო? გარდა ამისა, მოყავს ხშირად მაგალითი ცნობიერების ამაღლება, სწორი რეკლამირება, ის ძალიან კარგად მუშაობს საზოგადოებაზე. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და მოყავს გერმანიის, თუნდაც საფრანგეთის მაგალითად და სხვა ბევრი განვითარებული ქვეყნების და ვამბობთ, რომ აი იქ განხორციელდა ეს, ხო? ეს ყველაფერი იწყება პატარა ასაკიდან, სკოლიდან ხდება ეს ყველაფერი, რომ მოსწავლეს მოზარდს ასწავლიან, რომ რატომ არის მნიშვნელოვანი რეციკლირება ნაგვის სხვადასხვა ურნაში განთავსება, რომ შეიქმნას ახალი პროდუქტი. და ახალი პროდუქციის შექმნა რას ნიშნავს? ნიშნავს ის, რომ ჩდება ახალი სამუშაო ადგილები, ანუ სანაცვლოდ ეკონომიკაში ვაბრუნებთ, რასაც ცირკულარულ ეკონომიკას ვეძახით და ეს გაცხადებული მიზანიც არის. აუცილებელია, რომ სახელმწიფო წარმოებლები, მოსახლეობა, მოზარდები ჩვენ ყველამ რაღაცნაირად ჯაჭვი უნდა შევქმნათ და მივიღოთ ის სასარგებლო შედეგი, რომელიც რა თქმა უნდა ბუნებისთვისაც და ეკოსისტემისთვისაც მისაღებია და რა თქმა უნდა მწარმოებლებისთვისაც მისაღებია და ამაზე დარწმუნებული ვარ, არავინ არ დაობს მეიტა. თუმცა მეორეს მხრივ აი ძალიან კარგად კონტექსტუალურად ახსენით რა გზით წავიდა ძალიან ბევრი ქვეყანა. აი ჩვენ შემთხვევაში ერთია რომ ეს არის ჩვენი საომავლო გეგმის ნაწილი, რომ ჩვენ ამ ნარჩენების სეპარირება მოვახდინოთ, მისი გადამუშავება, ახალი რესურსი შევქმნათ, რომელიც კიდევ უფრო თავიდან ჩაბრუნდება ეკონომიკაში, თუმცა პერიოდულად ხედავთ ესეთი ტიპის რეგულაციებს, ერთი მხრივ დაახლოებით 5 წლის წინ ჩვენ ვნახეთ ეს პარკების შემთხვევაში და ამაზე შემდგომ ვისაუბროთ, თუმცა ეხლა არის საუბარი რომ რაღაც კონკრეტული დასახელების ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ნაწარმი ავგრძალოთ. ესე ამოგრეჯილად ერთი კონკრეტული მიმართულებით ესეთი ჩარევა ბაზარში და ბიზნესში ამ საერთო მიზანს რამდენად მოემსახურება. ხომ არ ჯობს სწორედ იმ გზით წავიდეთ, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე წამის წინ. იცით, მე ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა რთული საკითხია ძალიან. თუნდაც ის, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, რეციკლირების საკითხიც ეს დროში გაწელილი, ასე რომ ვთქვათ, დავადაში გაწელილი პროცესია, მაგრამ ამისკენ ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს ერთგვარად იმოქმედებს ბიზნესზე. ჩვენ ახლა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაც პატარა, წარმოებითი ბაზარი ძალიან მწირია. აც უკვე არსებული წარმოებები, რომლებიც საქართველოში არიან, ხო მეტნაკლებად ზოგს გაუჭირდა ფეხზე დადგომა, ზოგმა ეს შევძელით, ანუ შევქმენით წარმოებები, აი ძალიან რთულია ეხლა, რომ ეს წარმოებები შეაჩერო და მათ, ასე რომ ვთქვათ, არსებობის უფლება წაართვა. მაგრამ რაშია საქმე? არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომლითაც უდაოდ ჩვენ პოლიეთილენის მოხმარებას ალბათ შევამცირებთ. აი მაგალითად, ჩემს მაგალითზე, ჩვენი პროდუქციის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ იყო პერიოდი, რამოდენიმე წლის უკან, მხოლოდ და მხოლოდ შენარჩუნებული იყო პოლიეთილენის 50 მიკრონიანი ჩანთა, რომელიც იყო მრავალჯერადი გამოყენების, შინაარსი ამაში იდო, მრავალჯერადი გამოყენების ეს ჩანთა ხარისხი და სტანდარტი იყო საკმაოდ მაღალი, ამან ერთგვარად შეამცირა შემოდინება იმპორტირებული პროდუქციის. ნახეთ, წარმოებები, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ ერთი და იმავე პროდუქციას, რაც დაუშვათ დღესდღეობით საქართველოში შემოედინება იმპორტირებული პროდუქციის სახით, შეგვიძლია მისი აკრძალვის ხარჯზე შევამციროთ პოლიეთილენსა და პოლიპროპილენის გამოყენება. და თუ კი დღეს ისინი იტყვიან, რომ ისინი არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან ადგილობრივ მწარმოებლებთან, იყო ესეთი შემთხვევა, რომ დამატებითი გადასახადების სახით ყველა ქვეყანაში ესეა, რომ თუ კი დაუშვათ რაღაც ისეთი პროდუქცია შემოდის, რაც შენთან იწარმოება იგივე პროდუქცია, დამატებით გადასახადს იხდიან იმპორტიორები და სწორედ ის ფინანსები, რომლებიც შემოედინება ქვეყანაში, ესე რომ ვთქვათ, დამატებითი გადასახადების სახით, სწორედ ისევ იმავე პროდუქციის რეციკლირებას, მის ხელახლა გადამუშავებას მოხმარდეს, ხო? ძალიან საინტერესო იყო ახლა ბოლოს დუსელდორფში გაიმართა ესეთი გამოფენა გაყიდვა პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის მანქანა დანადგარების, ხო? ახლა ნახეთ, როგორ წინააღმდეგობაში
მოვდივარ თუ პოლიეთილენი და პოლიპროპილენი სრული აკრძალვა უნდა მოხდეს მაშინ რა საჭიროა ევროპა როდესაც აკეთებს მასშტაბურ გამოფენას ხო გამოფენებს ამ პროდუქციის ჩვენ ამას ფუთავთ იმით რომ ეს ევროდირექტივაა და ჩვენ ეს ევროდირექტივის შესაბამისად მოქმედებს ევროდირექტივა და ევროდირექტივის შესაბამისად მართლაც მოქმედებთ მივყვებით ამას ეტაპობრივად მაგრამ არა იცით რა არის ეხლა მიკერძოებულად არ ჩამთვალოთ მაგრამ არ არის ხისტი პოლიტიკა ჩვენც რაღაცნაირად მოგვეცა დიდი პერიოდი მოგვეცა რომ მომხდარიყო ბიოწარმოებაზე გადასვლა მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს როგორ იყო იცით ნახეთ ჩვენი მანქანა დანადგარებმა გადაწყობა მოითხოვა ანუ მისი თლიანი შეცვლა კი არ მოხდა წარმოების, არამედ მოხდა მისი გადაწყობა. კი ამაში საკმაოდ ბევრი რესურსი წავიდა, ადამიანური რესურსიც დაიხარჯა, ფინანსებით წავიდა, მაგრამ ეს მეტნაკლებად უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, ნედლეულის მოძიებით, დანამატის მოძიებით მოვახერხეთ, მაგრამ ეხლა თუ კი რადიკალურად უნდა შეიცვალოს წარმოების სფერო და ჩვენ უნდა გადავიდეთ ქაღალდის წარმოებაზე და გამოვიყენოთ სახამებლისგან მიღებული, ესე რომ ვთქვათ, ნედლეული, ეს აბსოლუტურად სხვა ტიპის წარმოება. ეს ძალიან რთულია. ჯერ ეს ამის ფიზიკურად რესურსიც არ არსებობს, ფინანსებიც არ არსებობს და გაგვიჭირდება. მაგრამ ალბათ ამას დროში გაწელილი პერიოდიც ვერ უშველის. იმდენად რთული იქნება აბსოლუტურად განსხვავებულ წარმოების სისტემაზე გადასვლა. ეს ძვირი ტექნოლოგია. ძალიან ძვირი ტექნოლოგია. ეხლაც აი გამოფენაზე ყოველთვის მანქანა დანადგარებს უგვირდებოდით და იცით როგორია დატვირთვა იყო გადამამუშავებელ ახალ მანქანა დანადგარებზე, რომლებიც ახალ სიცოცხლეს ზენენ პოლიეთილენის ნარჩენს, ხვდებით და პოლიეთილენის წარმოება კი არ არის ზოგადად, ანუ პრობლემა მთელ მსოფლიოში, რომ იწარმოება დავუშვათ საქართველოში, ბელგიაში და ასე შემდგომ პოლიეთილენი. ეს კი არ არის დღეს გლობალური პრობლემა. პრობლემა არის პოლიეთილენის შემდგომი ბედი. სად მოხდება ის, როგორ აბინძურებს ეს გარემოს, ხვდებით რა შეასაქმე, თორე პოლიეთილენის წარმოება კი არ არის დღეს პრობლემა. ამიტომ აქცენტი, სწორად გაკეთებული აქცენტი, რომ აი ეს ნარჩენი იქცეს რესურსად, დღეს ეს უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ ეს ჩემი მოსაზრება, ვიდრე ეხლა ფეხზე წამომდგარი ახალი წარმოებები, რომელთაც არა ვართ განებივრებული, რომ ისინი დღეს დავუშვათ გავაუქმოთ, დავკეტოთ, ჩამოვშალოთ და ასე შემდგომ. მე იმედი მაქვს, რომ რაღაც პერიოდი მიეცემათ მწარმოებლებს, რომ გაიაზრონ დავუშვათ რა ტიპის წარმოებაზე უნდა გადავიდნენ და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოც ხის პოლიტიკას არ გაატარებს ამასთან მიმართებაში, როგორც ჩვენ შემთხვევაში იყო. მე ამის დიდი მოლოდინი მაქვს ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო, და კანონს, რომელსაც ვიღებთ, ასე ამას სათანადო აღსრულებაც სჭირდება და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა თქვენს მაგალითზე, როცა ეს პოლიეთილენის პარკების აკრძალვა მოხდა, მაგრამ ბაზარისე ვერ დავიცავით, რომ არ შემოსულიყო არაბიოდეგრადირებადი პარკები და მაინც ბიზნესი მათ შორის ჩვენთანაც საუბრობს, რომ წარმოებების გაყიდვაც კი მოუწიათ, იმიტომ რომ ფაქტე კონკურენციაში ვერ შედიან ასე ვთქვათ ამ იმპორტირებულ პროდუქტთან. მელიტა, მინდა რომ სწორედ ამ თემაზე გადავიდეთ, თქვენ აწარმოებდით მათ შორის პოლიეთილენის პარკებს, ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაც დაიწყეთ. აი რა იყო ამ შემთხვევაში პრობლემა და დღეს რა ხდება ამ ბაზარზე? რამდენად აღსრულებადია კანონი, რამე შეიცვალა თუ არა ამ კანონში ცვლილებების მიღებიდან უკვე 5 წელი გავიდა და თავარ გამოწვევას ამ ნაწილში სათხედავთ. ნახეთ როგორია, თქვენ დამისვით კითხვა კონტროლთან დაკავშირებით, ხო? ადამიანური რესურსი, რომ თლიანად პოლიეთილენის ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, პროდუქტია პოლიეთილენისგან წარმოებული, ხო, ადამიანური რესურსი, რომ ის მასშტაბურად, ასე რომ ვთქვათ, აკონტროლო, ძალიან რთულია, ხო? ძირთადად ეს კონტროლი ვრცელდება დიდ ქალაქებზე, რეგიონებზე და ასე შემდგომ, ხო, ყველგან ახლა ყველა სოფელში, ყველა რაიონში ამას ვერ გააკონტროლებ ფიზიკურად, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ჩდება ის არალეგალური
ლეგალური ბაზრები, ის არალეგალური საწარმოები თუ რაც იქნება შემომტანები, რომლებიც რაღაცნაირად თვითგადარჩენის იმედით ამ საქმიანობას მისდევენ, ხო? იყო პერიოდი, როცა არაჯანსაღი იყო კონკურენცია. არაჯანსაღი იყო კონკურენცია იქიდან გამომდინარე, რომ შემოწმება, კონტროლი იყო ძალიან რთული. გამოცდილებიდან ხდებოდა ხოლმე, აი თუ კი ამ დავუშვათ სფეროსთან ქონდა შეხება, პირადი გამოცდილებიდან ხდებოდა ხოლმე და წარმოებლის კეთილსინდისიერებაზე იყვნენ დამოკიდებულები, მართლა იყო ბიო თუ არა. და წლები მიმდინარეობდა ამაზე დისკუსია დავა, რომ აი არ არსებობს ლაბორატორია და ჩვენ საბუნებრივად არსებობს ახლა ეს ლაბორატორია, მართლა კარგი, ნამდვილად კარგი ლაბორატორია, ვიყავით ჩვენ ექსკურსიაზე. მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კარგად ასრულებენ, ესე რომ ვთქვათ, მაღალი დონის არის. ხდება შემოწმება, ჩვენთანაც იყვნენ ამ ბოლო დროს, ამოიღეს ნიმუშები, ეს სახელმწიფო ლაბორატორია. კი, მოხდა დატესტვა, ზოგმა პარკმა გაამართლა, ზოგმა ვერ გაამართლა, მაგრამ კონტროლის მექანიზმი არის ძალიან რთული. ვერ ვიტყვი, რომ ბიოწარმოებამ დაუშვათ არ გაამართლა და კი თელმა რიგმა წარმოებებმა ეს ვერ შეძლეს, ვერ გადაეწყვნენ. თავისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება ის პასუხისმგებლობებიც ვერ გაიაზრეს, რამდენად სერიოზული იყო მოთხოვნა. ის რომ რეგულაციები ხშირად იცვლება, ეს რა თქმა უნდა ერთგვარ გამოწვევას ანუ მეწარმეებს რთულია წარმოებისთვის ზოგადად, ხო? და ეს რეგულაციები რომ ეტაპობრივად კიდევ შეიცვალოს რამოდენიმეჯერ, არც ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ ხდება მორგება სისტემაზე, მწარმოებლებზე. ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები, ხოლმე გავდივართ ამ თემაზე დისკუსიებს, როგორც თვითონ მწარმოებლებიც, ასევე გარემოს დაცვით ორგანიზაციებსაც ხვდებით, ამავდროულად სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც გვაქვს ხოლმე შეხვედრები, საუბრობენ ჩვენთან ამ თემაზე, რამდენად მისაღებია, როგორი რთული გადასალახია, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩაკეტილია და დავუშვათ ეს დამოუკიდებლად ღებულობენ ამ რეგულაციას და ხისტად იწყებენ, არა, გადიან ამაზე ჩვენთან კონსულტაციებს, ბევრ რაღაცებს ითვალისწინებენ, მაგრამ ასრულებენ მას, დავუშვათ რაც რისი მოთხოვნაც არის, ხომ? კონტროლდება ლაბორატორიაც არსებობს, ამოღებულია ბევრი ნიმუშები, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან რთულია ამის სრულად გაკონტროლება. ამის ქალაქების კონტროლი კიდევ შესაძლებელია, მაგრამ აი რეგიონებში არ არის სისუსტე, ეს არ მოვიაზროთ ისე, რომ დავუშვათ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სისუსტე სახელმწიფოებრივი მმართველობის ან თუნდაც დავუშვათ მაკონტროლებელი სისტემის. ეს იმდენად მასშტაბური და აუცილებელი პროდუქტია, რომლის გარეშე წარმოუდგენელია, ესე რომ ვთქვათ, ეს არის. რამდენად იყენებს ბიზნესი ბიოდეგრადირებად პარკებს, ანუ და რამდენად შეუძლია ადგილობრივ წარმოებას იმ წარმოებლებს, რომლებიც გადაიწყდნენ ამ ახალ რეგულაციაზე, რომ ბაზარი სრულად დააკმაყოფილონ, თუ მაინც იმპორტი მაინც ჭარბობს. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღესდღეობით იმდენი წარმოება გაიხსნა, მრავლად არის საკმაოდ. ნამდვილად არ მეგონა თუ ამ მოკლე პერიოდში ამდენი წარმოება შეძლებდა დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე. ძალიან პატარაა საქართველოს და პატარაა, ასე რომ ვთქვათ, წარმოების არეალი, ამიტომ და მოხმარების, ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ არეალი, ამიტომ დღეს წარმოებებს სრულად შეუძლიათ, რომ ქართული პროდუქცია ჩაარნაცვლონ იმპორტირებული პროდუქციიდან. ამიტომ არ უნდა ეწყინოთ იმპორტიორებს, თუ კი დღეს დავუშვათ ჩვენი შემწყიდველი მხარეები ქართულ პროდუქტს ანიჭებენ უპირატესობას და აქტიურად მოიხმარება. ეხლა სადაც არ უნდა შეხვიდეთ მსხვილ სამარკეტო ქსელებში, თქვენ იცით რომ ნიშანდება აქვს თითქმის ყველგან და მე მინდა მადლობა გადაუხადო არა მარტო იმიტომ რომ ისინი ქართულ პროდუქტს, ჩემ პროდუქტს მოიხმარენ, არამედ ქართულ მწარმოებლების პროდუქციასთან, ანუ ასე რომ ვთქვათ, აქტიურად თანამშრომლობენ. დღეს ქართულ მწარმოებლებს უბრალოდ აქვთ იმის უნარი, რომ სრულად გააჯერონ ბაზარი მათ მიერ წარმოებული პროდუქციით. დიახ, ამ რეგულაციას ერგებიან უფრო ქსელური მარკეტები, აი მსხვილი სარეალიზაციო ობიექტები და შედარებით პრობლემა რა ნაწილშია მცირე ასე ვთქვათ სარეალიზაციო სექტორი რჩება რთულ, ასე რომ ვთქვათ, აუღებელ კონტროლირებად.
ძალიან რთულია მისი გაკონტროლება. სამარკეტო ქსელები, სააფთიაქო ქსელები, რეგულაციის მიღების პირველივე დღიდან ჩვენ ერთმანეთთან შევჯერდით, ანუ გავიზიარეთ ორივე მხარემ ჩვენი პასუხისმგებლობები და ისინი ბიოპროდუქციას მოიხმარენ. პატარას ეგ კი არა, შეიძლება ითქვას, რომ ის ბრენდირებული მაღაზიები, რომლებიც დაუშვათ არ არიან პროდუქტით, ეს სამარკეტო ქსელების გარდა სხვა, ხო, დაუშვათ. ისინიც კი აქტიურად არიან ჩართული ბიოპარკის მოხმარებაში, დაინტერესებული, ყოველთვის აქცენტს აკეთებენ, როცა გვიკავშირდებიან, რომ ხო აუცილებლად ბიოა, ხომ კანონის ფარგლებში ვჯდებით და ასე შემდგომ. ეს ძალიან კარგია. ნახეთ, როგორი საინტერესოა, თუ კი დაუშვათ პროტესტის გზნობა იყო თავიდან ამასთან მიმართებაში და წინააღმდეგობაში მოდიოდა. დღეს იმდენად გაითავისუფლა ეს ჩვენთან ერთად, წარმოებლებთან ერთად, ჩვენმა მოსახლეობამ, რომ მათ უნდა მოიხმარონ ბიოპროდუქცია, ეს საინტერესოა და მართლაც კარგია, ხო? ანუ ისინი იზიარებენ ამას, რომ ჩვენ ერთად უფრთხილდებით გარემოს. ამიტომ ძალიან კარგია ეს. კი ბატონო, და პრინციპში 100%-ით ბიოშეფუთვაზე გადასვლა ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანაც ვერ შეძლო ერთბაშად და გასაკვირიც არ არის, რომ მთელი წლები ამ ნაწილში იყო გამოწვევა. ანუ დღეს ფაქტობრივად ეს ესე ძაფრად არ დგას, ხო, ბაზრის კონტროლის და ამ კონტროლ წარმოებების პრობლემა, ხო? არა, ნამდვილად არ დგას. გარდა ამისა, ეხა ძალიან ბევრს მოგზაურობთ ყველა, ეხა არ არის ჩაკეტილი ფარგლებს საზღვარგარეთ გასვლა, დღეს პრობლემა არ არის ფარგლებს გარეთ გასვლა. ამიტომ სადაც კი მოხვდებით, აი დააკვირდეთ, ეხა ეს ჩემი წარმოების, ანუ ჩემ პროფესიას უკავშირდება, ამიტომ ხშირად ნახულობ ხოლმე და ყოველთვის დატანებული არის ხოლმე ნიშანდება, სადაც მისი ხელახალი გადამუშავებისთვის მადლობას უხდიან იმ წარმოებას, რომელმაც მას დაუშვათ ამ პროდუქტს პოლიეთილენის პროდუქტს ახალი სიცოცხლე შესძინა. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ კი არ დავხუროთ, კი არ შევზღუდოთ, შევბოჭოთ წარმოებლები, არამედ პირიქით ისინი წავახალისოთ. ისინი წავახალისოთ, მივცეთ სტიმული მათ იმისა, რომ მათ გახსნან კიდე ახალი წარმოებები, მოახდინონ თუნდაც თავიანთი ნარჩენის ხელახალი გადამუშავება, ჩავრთოთ ამაში ბევრი ორგანიზაციები, სკოლები, მოახდინოთ მათი შეგროვებას და ბევრად უფრო გამართლებული მოდელები არსებობს. იცით რა არის? უბრალოდ ალბათ რთული იქნება გავწიოთ ამდენი ხარჯი ჩვენს წარმოებლებმაც, სახელმწიფოც ამაში იყოს ჩართული, დავიძაბოთ, ანუ ბიზნესმა მეტნაკლებად ზიანი მიიღოს და იმ შედეგზე ვერ გავიდეთ, რისი მოლოდინიც გვაქვს. რასაც დაუშვათ, იგივე მოლოდინი ქონდა იმ განვითარებულ ქვეყნებს, რომელმაც 80% უკან დაბრუნება მოახდინეს იმ საწყის ეტაპზე, რაც დაიწყეს, ხო? აქცენტი თუ კი ვირჩევთ დაუშვათ პოლიეთილენს, ნახეთ, თავისუფლება, არჩევნის თავისუფლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი მყიდველი, ხო, მომხმარებელი არ უნდა ვიყო შეზღუდული. მინდა ავირჩევ ბიოწარმოებას, მინდა ავირჩევ ბიოშეფუთვაში განთავსებულ პროდუქტს, მინდა ავირჩევ პოლიეთილენში განთავსებულ პროდუქტს, მაგრამ ის პოლიეთილენი ვიცი, რომ არის მაღალი ხარისხიანი, სტანდარტთან შესაბამისი და ასე შემდგომ. ამიტომ შეზღუდვას ალბათ ჯობია, რომ არჩევნის თავისუფლება არსებობდეს, შემცირებული უნდა იყოს პოლიეთილენის მოხმარება და ჩვენ თქვით, რის ხარჯზე შეიძლება შევამციროთ ის. რა ვიცი, ალბათ ეს უფრო მეტად საინტერესოა. ეს უფრო გამართლებული იქნება. კი ბატონო. მაინდა თქვენს კომპანიაზეც მინდა კითხოთ, თითქმის ბევრი არ არის დარჩენილი, 20 წელია ფაქტობრივად ბაზარზე ოპერირებთ და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ. დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ თქვენ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ ხართ წარმოდგენილი, ექსპორტიც გქონდათ და დღემდე ახორციელებთ. თუ არ ვცდები, ოკეანეს გაღმა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე უკვე იცნობენ საქართველოში დამზადებულ პროდუქტს. ძალიან სასიხარულო. კიდევ ერთხელ მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, A-პლასტი რა ტიპის საწარმოა, რა ტიპის პროდუქტებს თავაზობთ ბაზარს და საექსპორტო გეოგრაფიაც საინტერესოა, როგორ გამოიყურება. მართლაც დიდი ხანია ოპერირებთ ბაზარზე, ასე რომ ვთქვათ, ყველა ახალი თუ ძველი წარმოება, ზოგადად ქართული წარმოება ძალიან საამაყოა და ძალიან
კარგია ზოგადად, როცა წარმოებელი ხარ ადგილობრივი პროდუქციის. რაც შეეხება A-პლასტი თქვენ იცით, რომ ჩვენ საწყის ეტაპზე ვიყავით პოლიეთილენის წარმოებით დაკავებული, სამოხმარებელ პარკს ვაწარმოებდით, შემდგომ გადავეწყვეთ და დავიწყეთ ბიოწარმოების, ესე რომ ვთქვათ, ჩავერთეთ ბიოწარმოებაში და დღესდღეობით ამას ვაგრძელებთ, ამ საქმიანობას. და დრო მოიტანა საჭიროება მოითხოვა ის მე ადრეც ვახსენე საკითხი რომ A-პლასტმა ჩათვალა საჭიროდ კომპანიამ ჩათვალა საჭიროდ რომ მისი წარმოების არეალი გაეფართოვებია დავიწყეთ მილების წარმოება ეს გახლავთ ცივი და ცხელი წყლის მილები საკანალიზაციო სისტემები სამშენებლო სექტორში ძალიან პოპულარობით სარგებლობს ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია დავიწყეთ სარწყავის სისტემის წარმოება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იაფი სარწყავის სისტემაა და ძალიან მაღალია მოთხოვნა. შეიძლება ითქვას, რომ სრული დატვირთვით მუშაობს ეს სეგმენტი. ამაში დაგვეხმარა ძალიან ბევრი პროექტი აწარმოეს საქართველოს პროექტით. ძალიან ბევრჯერ ვისარგებლეთ. და ძალიან კარგი პროექტია ნამდვილად ეს გვაძლევს შესაძლებლობას რომ კიდევ ბევრი პროექტი განვახორციელოთ იმიტომ რომ რეალურად გვეხმარება ეს ჩვენ ფინანსურად რომ ჩვენი მომავალი წარმოების სფერო არეალი გავშალოთ და წარმოების სხვადასხვა ტიპი ავირჩიოთ რაც შეეხება სამოქმედო გეგმას თუ სად გეგმავთ პროდუქციის გატანას ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტი მნიშვნელოვანია მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე რომ ევროპას აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი, რასაც ჯერჯერობით ვცდილობთ რა თქმა უნდა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ გვიჭირს სტანდარტებთან მიახლოება, იმიტომ რომ ბევრი მოთხოვნაა. მაგრამ რა თქმა უნდა ეს სამომავლოდაც იგეგმება. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ახლა დიდი რაოდენობით არა, მაგრამ გაგვაქვს სამომხმარებლო პარკი, ძალიან მოწონებით ასე რომ ვთქვა, მოწონება დაიმსახურა და ვნახოთ. ვცდილობთ სასომხეთშიდაც გადის ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქცია. ერთადერთი რაც ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, გვინდა რომ სოფლის მეურნეობის სექტორში, რასაც ვაწარმოებთ, ანუ ეს გახლავთ სარწყავის სისტემები, ეს გახლავთ მულჩი, ნიადაგის ესე რომ ვთქვა, საფარველი, პარკი, რომელიც ანუ ძალიან ესე რომ ვთქვა საინტერესოა სოფლის მეურნეობისში ჩართული მწარმოებლებისთვის გავიტანოთ ექსპორტზე. და იმედი გვაქვს რომ ამაში სახელმწიფო დაგვეხმარება, მხარს დაგვიჭერს რომ ისევ პოპულარული გახდეს ქართული წარმოება. მელიტა, ძალიან დიდი მადლობა და სასიამოვნოა, როცა ქართულ წარმოებაზე ვსაუბრობთ და განსაკუთრებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როცა მას უკვე იცნობს მომხმარებელი. მე წარმატებებს გისურვებთ თქვენს ასევე კომპანიასაც და მადლობას გეტყვით, რომ სტუმრობდით და ვფიქრობ, საინტერესო შეფასებები მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა. მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს კი შევახსენებ, რომ მელიტა ტყაბლაძეს A-პლასტის იურის მასპინძლობდით დღეს გადაცემაში. რედაქტორი ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით ნახვამდის.